ნუ თუ ტრამპი მართალია, ყველგან ამ გვარს მოისმენთ წაიკითხავთ. ნუ თუ მართალია ტრამპი, როცა ევროპას უპირისპირდება. ნუ თუ მართალია ტრამპი, როცა ზელენსკის პირდაპირ გაგებით ტუქსავს და უპირისპირდება. ნუ თუ მართალია ტრამპი, როცა პუტინზე ამბობს, რომ მშვიდობას სურს და ზელენსკის არა. სანამ დავიწყებთ, გეტყვით, რომ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის წინ რამდენიმე საათით ადრე პუტინმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტები ესროლა. ალბათ იმისთვის, რომ მშვიდობა მალე დამყარდეს. მოდით დავიწყოთ 100 თუ მტყარ შორიდან. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტია, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპოქაში მოუწია ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება. უკრაინისა და რუსეთის შორის კონფლიქტი არც ახალ დაწყებულა და სამწუხაროდ არც ახლა დასრულდება. ბუდაპეშტის მემორანდუმის სახელით ცნობილი შეთანხმება 94 წლის 5 დეკემბერს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც რუსეთმა სრულად აღიარა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და სანაცვლოდ კიევში უარი თქვეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილ ბირთვულ იარაღზე, რომლის არსენალის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მესამე ქვეყანა იქნებოდა დღეის მდგომარეობით. ასევე თქვეს უარი 54 ბომბდამშენსა და 1000-ზე მეტ საკრუიზო რაკეტაზე. ამ შეთანხმებით უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის დაცულობა და უსაფრთხოების გარანტია გამოიმუშავა, რამაც პრაქტიკაში არ იმუშავა. ვლადიმერ პუტინმა გაპრეზიდენტების შემდეგ არაერთ ლიდერთან აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მოსწონდა და ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეაკავებდა, რაც პირველად 2014 წლის ყირიმის ანექსიით, ხოლო მოგვიანებით სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაში გამოიხატა. ყირიმი 14 წელს იქნა ოკუპირებული და ანექსირებული რუსეთის მიერ, რასაც აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონ დონბასში პრორუსი სეპარატისტების აჯანყება მოყვა, რამაც გამოიწვია ლუჰანსკისა და დონეცკის პრორუსული სახალხო რესპუბლიკების რუსეთის მხრიდან აღიარება. ვლადიმერ პუტინი 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოდის დასავლეთის წამყვანი ქვეყნების უმწვავესი კრიტიკით და ბრალდებს მსოფლიო მოწყობის მათთვის მომგებიანი წესებისა და ერთპოლუსიანი მმართველობის ძალისმიერი გზით დამკვიდრების ცელობაში. ამავე დროს ხაზგასაცმელია, რომ პუტინის გამოსვლა და ჟურნალისტების კითხვებზე გაცემული პასუხები შეიცავდა დაუფარავ მუქარას, რომლის თანახმად რუსეთი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პრეტენზიების დეკლარირებით და სამომავლოდ იხელმძღვანელებდა კრემლში უკვე შემუშავებული კონკრეტული საომქრედო გეგმით. პუტინის ეს ოდენ მწვავე შეფასებები და შეუნებავი მუქარა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა სათანადო ყურადღების გარეშე დატოვეს. ვაშინგტონის, ბერლინის და პარიზის ზემოდან თავშეკავებულმა რეაქციამ პუტინის მოურიდებელ გამოსვლაზე კრემლი დაარწმუნა დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების უუნარობაში და მის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის აღსრულების შესაძლებლობაში. ამ ეგრეთ წოდებულ სამოქმედო გეგმის რეალური არსი მალევე გამოაშკარავდა ჯერ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, სადაც რუსეთმა მორიგი სამხედრო აგრესიის შედეგად მიიტაცა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში გაჩაღებული ომების ფონზე არ შენელებულა დასავლეთსა და კრემლს შორის თანამშრომლობა და მათ ფაქტიურად არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ მათ შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე. 2021 წელს უკრაინა-რუსეთის და უკრაინა-ბელორუსის სახელმწიფო საზღვრებთან რუსეთის 180,000-იანი ჯარის კონცენტრაციის შემდეგ 2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონსა და ნატოს წევრ ქვეყნებს გადასცა ეგრეთ წოდებული შეთანხმების პროექტი, რომელშიც რუსეთმა ფაქტიურად კატეგორიული ფორმით მოითხოვა მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება და გავლენის სფეროებად დაყოფა. 1945 წლის იალტის შეთანხმებების მსგავსად. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე 2022 წლის 15 თებერვალს რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტმა დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელშიც ჩართული იყო რუსეთის წყნარი ოკეანის, ჩრდილო და შავი ზღვის ფლოტების 15 საბრძოლო ხომალდი, საჰაერო კოსმოსური ძალების 30 საფრენი აპარატი და საესკორტო გემები. საბრძოლო სწავლება მიზნად ისახავდა იმიტირებული მტრის გემების განადგურებას. დასავლეთის ყველა მცდელობა მოლაპარაკების გზით თავიდან აერიდებინა რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო აგრესია უკრაინაში უშედეგო აღმოჩნდა კრემლის უკიდურესი ხისტი და უხეში პოზიციის გამო. 2022 წლის 24 თებერვალს პუტინის მიერ გაცხადებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეგმის თანახმად უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მიზნით რუსეთის სამხედრო ფორმირებებს მარშით უნდა აეღოთ კიევი. ომის დაწყებიდან მალევე ფაქტობრივად პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ ევროპა და ამერიკა გულხედაკრეფილები ვერ განაგრძობდნენ რუსეთის მორიგი აგრესიის ყურებას, რადგან პუტინის მსგავსი ახირება მათ უსაფრთხოებასა და განვითარებაზე უკვე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. ბაიდენის ადმინისტრაცია მოქმედებდა ნელა, თუმცა უკრაინის მარტო დატოვებას არ აპირებდა. გადასცეს კიევს როგორც იარაღი, ისე გრანტები და სესხები, რის საერთო მოცულობაც $190 მილიარდამდე აღწევს 3 წლის განმავლობაში.
ევროპული ქვეყნებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ კიევის დახმარების ნაწილში, რადგან მათი მონაწილეობა უკრაინის გვერდში დგომაში უდიდესია და ამას ციფრებიც ადასტურებს. 150 მილიარდ ევრომდეა გაცემული გრანტისა და სესხის სახითაშიც სამხედრო აღჭურვილობა, იარაღი და ტექნიკაც შედის. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკი კარგი ვაჭარი კლოუნია, რომელიც ჩამოდის აშშ-ში და დიდი ფულით ბრუნდება უკან. ტრამპი არ არის მართალი, რადგან ზელენსკი არის პრეზიდენტი, რომელიც ომამდე, ომის დაწყების წამიდან დღემდე არის კიევში და ქვეყანა არც ერთი წამით არ დაუტოვებია. თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო შეხვედრებს კონფერენციებს და ღირსეულად დგას ქვეყნის მებრძოლების გვერდით, ფრონტის ხაზებს და ყველგან. ის ფულს ვერავის გამოძალავს, რადგან არც მაგის ძალა აქვს უკრაინას და არც მაგის რესურსი. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ფინანსურად თუ სამხედრო თვალსაზრისით დაეხმარონ კიევს, საკუთარ უსაფრთხოებას ხედავენ ამ პროცესში და ცდილობენ ავტორიტარიზმის შეკავებას დემოკრატიული ქვეყნების საზღვრებთან. აქედან გამომდინარე, ზელენსკი არც კლოუნია და არც ვაჭარი. ის იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საკუთარი მოსახლეობის ღირსებას და ეს როლი, რომელიც მას ერგო, უმძიმესია. ტრამპი ამბობს, რომ ბაიდენი იმდენად სუსტია, ვერც ომი აიცლა და უაზოდ გაფლანგა 350 მილიარდი დოლარი, რასაც მე უკან დავიბრუნებ და ომსაც გავაჩერებო. მოკლედ ვთქვათ, ენტონი ბლინკენი ომის დაწყებამდეც და ომის დაწყების შემდეგაც მოლაპარაკებით ცდილობდა პუტინის გადარწმუნებას და შემდეგ უკვე ომის შეჩერებას, თუმცა რუსეთს მოსმენა არ სურდა. რუსეთს თავისი მოთხოვნების შესრულება სურდა, რის შემდეგაც ის ალბათ შეჩერდებოდა, თუმცა მისი მოთხოვნები რა იყო? უკრაინის განიარაღება, უარის თქმა ნატოზე, ზელენსკის შეცვლა და ახალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის იურისდიქციის გავრცელება. ეს შეთანხმებას კი არა პირდაპირ გაგებით კაპიტულაციას ნიშნავდა, რაზეც არც ბაიდენი დათანხმდა და არც ზელენსკი. ტრამპის აზრით, მსგავს შეთანხმება უნდა მოხდეს. უკრაინამ ტერიტორიას უნდა დათმოს და ნატოზეც უარი უნდა თქვას. და გარდა ამისა, არც რაიმე გარანტია უნდა მისცეს უკრაინას, რომ ამის შემდეგ რუსეთის აგრესიისგან ვინმე ან რამე დაიცავდა უკრაინას. რაც შეეხება 350 მილიარდს. ციფრები, დოკუმენტები არ იტყუებიან. აშშ-მ სამხედრო თუ ფინანსური დახმარების ფულადი ოდენობა არ ცდება 190 მილიარდ დოლარს, საიდანაც დიდი ნაწილი გაცემულია გრანტის სახით და ნახევარზე მეტი ამ თანხიდან ისევ აშშ-ში დაიხარჯა სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად ან შესაკვეთად. შესაბამისად, გაცემული თანხა ვინმეს კი არ გადაეცემოდა, არამედ ტანკების, ბომბების და სხვათა შესაძენად გამოიყენებოდა. გარკვეული ნაწილი პირდაპირ კიევის ბიუჯეტში ირიცხებოდა. ტრამპი არ არის მართალი, როცა ამბობს, რომ ზელენსკის არ სურს მშვიდობა და რომ აშშ-მ გასცა 350 მილიარდის ოდენობის დახმარება. ტრამპმა და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯი.დი. ევანსმა ზელენსკი იმისთვის მიიწვიეს აშშ-ში, რომ საკუთარი ამორჩევის წინაშე მისი დამცირება მოეხდინათ და ზელენსკის გმირობა შეესუსტებინათ და მათი მხრიდან ზელენსკიზე ბრაზი გაემართლებინათ. ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, რადგან ეტყობოდა როგორც ტრამპს, ისე ვენსს, რომ წინასწარ მზად იყვნენ მსგავსი სცენარისთვის. ჯერ იყო და 60-ზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სრული მარაზმია. შემდეგ ეგრეთ წოდებული მადლიერებაზე, რაც ზელენსკის ნამდვილად არ ეშლებოდა და არც ახლა შეშლია. და შემდეგ იყო ბრალდება, რომ ზელენსკი ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს და საკმარისი კაცები აღარ ყავს ფრონტზე გასაგზავნად. გასამსახურებოდა ყველა ამ საკითხის წამოჭრა მედიის წინაშე, თუ არა ზელენსკის პოზიციების შესუსტებას. რისთვის აკეთებს ამას ტრამპი? პუტინის სიმპათიის მოსაპოვებლად, თუ საკუთარი მომავალი ქმედების გასამართლებლად, მაგალითად, სამხედრო დახმარების შეწყვეტა და უკრაინის საკითხისგან სრულად დისტანცირებას. ამას რო გვიჩვენებს და ვნახოთ, ყველაფერი ისეა, როგორც ჩანს, თუ კვლავ უნდა ველოდოთ სიურპრიზებს. ტრამპი ამბობს, რომ ჩემთან შეთანხმებას პუტინი არ დაარღვევსო. ზელენსკი პასუხობს, რომ ბოლო წლებში პუტინმა 25 შეთანხმება დაარღვია და პლუს ამას მე მაქვს კითხვა. როცა ტრამპი აღარ იქნება, თუ კი ტრამპის გამო პუტინი არ დაარღვევს შეთანხმებას, შემდეგ რა ხდება? თუ უბრალოდ ტრამპია უსაფრთხოების გარანტია და არა აშშ, მაშინ რა მოხდება, როცა ტრამპი აღარ იქნება? ამ კითხვაზე პასუხი საინტერესო იქნება ჩემი აზრით. ფაქტია, რომ ზელენსკი ომშია მესამე წელია და უძლებს რუსულ ურდოს, რომელსაც არც საკუთარი და არც სხვისი სიცოცხლე ადარდებს. განძლეობა და მხნეობა ჩვენს მოძმე ერსა და მის დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტ ზელენსკის. თუ ტრამპი მართალია, ჩემი აზრით ის ცდება, როცა უკრაინის მხარ ყოფნის ნაცვლად შუალედურ პოზიციას იჭერს და მსოფლიო მასშტაბით ასუსტებს აშშ-ს გავლენას. პირველ რიგში იმით, რომ ევროპის სახით მთავარ მოკავშირეს უპირისპირდება და შესაძლოა დაკარგოს კიდეც.